ელისაბედ კონცელი და 11 წლის. ვსწავლობ ყორლისთავის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, მუსიკა, ლექსების წერა და წიგნების კითხვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს წიგნების კითხვა. წიგნი შევიყვარე 6 წლის ასაკში. დედაჩემი არის ქართულის მასწავლებელი და რა თქმა უნდა მისი გავლენით შემიყვარდა კითხვა. ჩემი პირველი წიგნი იყო ვაჟა-ფშაველას სათაგური. ჯერ დავიწყე კითხვა მარცვლებით, იმიტომ რომ ცოტა ისე მარცვლებით მიმართებებოდა. შემდეგ უკვე გადავები და სწრაფი კითხვაც უკვე დავიწყე და ყოველთვის უკვე სწრაფად ანელა ყოველთვის შემიძლია რომ წავიკითხო. ახლა უკვე ვკითხულობ თავისუფლად და სიამოვნებით. ამ ეტაპზე წაკითხული მაქვს 20 ან 30 წიგნი. ჩემი საყვარელი წიგნია მებებია ელიკო და ილარიონი. ეს წიგნი წავიკითხე, როცა ფილმი ნახე, ძალიან მომეწონა, რაღაცა იუმორი ძალიან მიყვარს, თვითონაც იუმორის ნომა გამაჩნია და ამიტომაც წავიკითხე ეს იუმორისტული წიგნი. კითხვა იმიტომ საჭირო ადამიანისთვის, რომ გრამატიკულად ისაუბროს და არა დიალექტებით გამოიყენოს და კომპიუტერს და ტელეფონებს იმდენი ინფორმაცია არ აქვს, რაც წიგნს. იმიტომ რომ წიგნი შეგიძლია შუქის გამორთვითაც წაიკითხო და არც კი გაგაბრაზოს. ეს შენი მეორე მეგობარია. ჩემი საყვარელი ავტორი არის ნოდარ დუმბაძე და ასევე ძალიან მიყვარს ლექსებიდან გამორჩეულად ანა კალანდაც. ფლეშორის მეცე ლექსებს და მოთხრობებს. ჩემი პირველი ლექსი იყო საქართველოზე. მინდა რომ საქართველოზე დავეწერა, იმიტომ რომ ჩემი სამშობლო ჩემთვის განსაკუთრებულია. და ამ ლექსს ძალიან დიდი ხანი მოვანდობა, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცოდი რა გააჩნდა ლექსი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მე წერალი არ ვიყავი და ეს ჩემი პირველი ლექსი იყო. და სათაურად დავარქვი საქართველო ნაიფერია, იმიტომ რომ საქართველო მუდამ ბედნიერი უნდა იყოს ამ ხელა პატარა ქვეყანელად, მაგრამ შეგვიძლია იმდენი სიკეთე გავაკეთოთ და იმდენი ბროტება, რომ აი განსაკუთრებულად ვერ აღწერთ. და ჩვენი ქვეყნისთვის თავარია რომ ყოველთვის სიკეთით ვიყოთ და ყოველთვის ხარში უდგეთ ჩვენს ქვეყანას. ზედმეტად წერ სევდიან ლექსებს ან რომანტიკა ან აი წიგნებზე წერ ლექსებს სწავლაზე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს სწავლა. პირველად დავწერე მოთხრობა ვიყავი 7 წლის და ჩემს მოთხრობას დავარქვი მე და ტყე. იმიტომ რომ ბუნებასთან ძალიან კარგი კავშირი მქონდა და თვითონ ბუნება ძალიან მიყვარს. ჩემი პირველი მსმენელები არიან დედაჩემი და დედაჩემი. მე უკვე 2 წელია ვარ თეატრალური კლუბის ზღვაურის წევრი. ჩემი მასწავლებელია ბელა ქებურია, იგივე ბელადია. ძალიან მიყვარს და მასში ძალიან მომწონს რომ არის გულკეთილი, პასუხისმგებელი და კეთილი. ძალიან მომწონს მისი ლექსები და ძალიან მინდა რომ ყოველთვის ესე ბუდამ ესე ყოველთვის წერდეს ლექსებს და ესე ბავშვებით თბილი რაღაცები გაგვაცნოს და აი სიხარულით აგვახსოვს. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ ბოლანჩიოძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში. ვარ მე-4 კლასში და ვუკრავ ფორტეპიანოს. ფორტეპიანო ავარჩიე დედაჩემის რეკომენდაციის და ეს მე ორივე ძალიან მოგწონს. კიდევ მინდა ვიცოდე დაკვრა გიტარაზე და ვიოლინოზე. უკვე 4 ჯერ მქონდა კონცერტი და ყველაზე მეტად მომეწონა მეორე. იმიტომ რომ იქ განსაკუთრებულად დავუკარე და გულდასმით ვიცოდი ყველაფერი. ჩემი საყვარელი კომპოზიტორი არის გია ყანჩელი. მუსიკალურში თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა სოლფეჯიო. ყველაზე მარტივი იყო ნოტების შესწავლა. ჩემი გეგმაა რომ დავასრულო ეს მუსიკალური და ამის შემდეგ მინდა რომ უკვე სადაც დამხვდება როიალი ან პიანინო უკვე თვითონ დავუკრა სიმღერები. მე არ ვაპირებ რომ გამომიდე პიანისტი, მაგრამ ჩემი სიამოვნებისთვის დავუკრავ სულ. მუსიკალურში მე ასევე დავდივარ ხატვის წერაზე. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 5 წლის. მერე ისე მომეწონა რომ გადაწყვიტე შევსულიყავი ხატვის წერაზე. ყველაზე ხშირად ხატავ ყვავილს, ადამიანს, ავტოპორტრეტებს და ასევე ძალიან ხშირად ხატავ თეფს. ყველაზე რთული არის პეიზაჟების დახატვა, ყველაზე ადვილი არის ნატურმორტის დახატვა. იმიტომ რომ აი ჰორიზონტის ხაზები ისე უნდა შენაჩვენო, რომ გამაგევიდეს თანშორე ხედვის წერტილი და ყველაფერი. ვინახავ ჩემს ნახატებს და ახლა მაქვს უკვე 10 კარგი ნახატი. იმიტომ ვინახავ რომ როცა გავიზრდები ამ ნახატებით გავიხსენებ ჩემს ბავშვობას. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 10 წლის ასაკში. მე ისე მიყვარს ჩემი ბავშვობა რომ მინდა რომ დიდი ხანი ვიყო ბავშვი. ახლა მინდა ვიყო 5 წლის. იმიტომ ვამბობ რომ აი ძილი სხვადასხვა არ მიყვარდა და ერთი მასწავლებელი აი ისეთი კაცრი იყო რომ ძალიან მეშინოდა და მეორე სიკეთით გადამოსცემდა ყველაფერს რომ ისე რაღაცნაირად გააკეთებინა და ისე მეშინოდა ამ კაცრი მასწავლებლის რომ
გინდა დამეძინა ან სხვა საწოლში მაძენენ ან რაღაცა ძალიან ვიშინო აი ციშიშკან გადავიძინებდი ეს მომენტი არ მომწონს ჩემი ბავშვები ჩემი სკოლა ამიტომ მიყვარს რომ კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები მყავს ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ანდრია დიასამიძე ყველაზე ჭკვიანია მარიამ ზოიცი ყველაზე მშვიდია ელენე გურიკაძე ყველაზე ცერქი არის გიორგი ფაღავა ყველაზე ბედნიერი არის დემეტრე როდინაძე და თან ჭამის მინისტრი მე ვარ ყველაზე სწრაფი ასევე ძალიან გონიერი და ასევე ცოტათი ზარმაცი ჩემი საყვარელი საგანია ქართული ყვარელი მასწავლებელია ხათუნა წინსკალაძე რადგან ყოველთვის ხიარულად გვიხსნის გაკვეთილებს ყოველთვის დავალებას არ გვაძლევს და თავისუფალ დროს გვათამაშებს როცა გავისწევი მინდა გამოვიდე რადიოლოგი მე მგონია ამ პროფესიით ძალიან დავეხმარები ბავშვებს ბავშვობაში მინდა გამოსულიყავი კბილის ექიმი სახლში ვცხოვრობთ მე დედაჩემი მამაჩემი ბებიაჩემი მამის მხრიდან და მამიდაჩემი მინდა ვიყავდეს ორი ძმა და ერთი და მამა არის ძალიან ჭკვიანი ძალიან ღონიერი და ძალიან მამაცი ძალიან კარგად ვიძლევს სახლში 4 ქალს მე ვარ მამიგოს ქოკო დედიკო არის ლამაზი მჟუნველი კეთილი და თბილი მე ვარ კარგი დიასახლისი იმიტომ რომ კარგად ვაკეთებ საჭმელებს და ყოველთვის მოწესრიგებ ჩემს ოთახს პირველად რომ საჭმელი გავაკეთე ვიყავით 11 წლის და ეს იყო შემწვარი კვერცხი ჩემი საყვარელი საჭმელია ელაჯე და ღვამი მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია შუა ქალაქი ამ ფილმში სიამოვნებით ვითამაშებდი თამარი თათვრელი-შერაშვილის როლს სიმღერაც ძალიან მიყვარს და მუსიკალურში დავდივარ გუნდზე ვარ პირველი ხმა და ჩემი ოჯახი ფოლკლორული ოჯახია ჩვენ ვარ ფოლკლორული ოჯახი ბაბუა ჩემი მისი ასაკიდან გამომდინარე კიდევ მღერის და აქვს პირველი ხმა და ჩემი ოჯახი დეიდაჩემი და დედაჩემიც ყველა მღერიან ოჯახში ერთი ბედნიერება მათთან ერთად სიმღერა და მოსმენა ჩემი საყვარელი სიმღერაა ჩამჭიდე ხელი ტრიალებს ბედის ბორბალიასა და ისე ტრიალებს ვერ მოვერიე ზობავსებულ ფიალებს მითხარი გარგო რო არ დავაგვიანე დღეს ოჯახი რომ მქონდა შევძლებდი გარდაცვლილების გაცოცხლებას ყველაზე მენატრება ბებიაჩემი დედის მხრიდან სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ნიუ-იორკში და მონაწილეობამ დამიტოვა შეკითხვა დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს სადვე მოგზაურობდი და როდის მე მოგზაურობდი წარსულში 90-იან წლებში როდესაც შუქი და ელექტროობა არ იყო იმიტომ მაინტერესებს ეს რომ ძალიან მიყვარს მათი ძველი ნივთები და თვითონ ესეთი ცხოვრება შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას რა არის მისი ოცნების საჩუქარი მაგრამ ჩემი ოცნების საჩუქარია რომ მქონდეს ჩემს სახლში დიდი აუზი ბედნიერება არის დედის და მამის სიყვარული მე ვარ ბედნიერი ადამიანი